პოლიცია ამ დრომდე ეძებს სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებსაც უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმა ბრალდება. თავდასხმა ტურისტებზე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან მოხდა. უცნობმა პირებმა სავარაუდოდ ქალზე სექსუალური ძალადობა სცადეს, მამაკაცი კი სავარაუდოდ მოკლულია, ცხედარი ნაპოვნი არ არის. პოლიციას ჩონება მომხდარზე უკვე მისცა დაზარალებულმა ქალმა, გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდო დამნაშავეებიც ორი პირი ქალმა ამოიცნო და სამართალდამცველებმა იციან მათი ვინაობა. უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალებით ჩაგვერთვება ემა გოგოხია, გისმენემა. 5 იანვარს გვიანხამე მესტიაში მძიმე კრიმინალური ფაქტი მოხდა, როგორც ირკვევა ტურისტებსა და ადგილობრივებს შორის ჯერ შელაპარაკება მოხდა, შემდეგ ტურისტებმა დატოვეს მესტიის სოფელი ნაკრა, ხოლო მათ გზად ნაკრის ხიდთან ორი ნიღბიანი შეიარაღებული პირი დახვდათ. ერთ ტურისტმა წინააღმდეგობა გაუწია მათ იმ დროს, როდესაც ისინი აიძულებდნენ რომ მანქანიდან გადმოსულიყო. სწორედ ამ დროს მოხდა გასროლა და დაიჭრა ტურისტი, რომელიც შემდეგ როგორც ირკვევა შემდეგ დეტალებში, ის დაჭრილი გაიტაცეს, ქალი კი იქვე გზად დატოვეს. მოგვიანებით ქალი ერთ-ერთმა გამლელმა იპოვა, რომელიც შველას ითხოვდა ეს ქალი და სწორედ ამიტომ გაუჩერა მას მანქანა და შემდგომ ამ ადამიანმა შეატყობინა პოლიციას. როგორც მთავარი არქივისთვის ამ ადამიანის ვინაობა ცნობილია, ჩვენ მას ველაპარაკეთ, როგორც ამ ადამიანის ნათქვამით ირკვევა, რომელსაც მოუყვა ტურისტი ქალი, რომელიც გზად დატოვეს, ირკვევა, რომ ყაჩაღობის მცდელობა იყო, თუმცა მათ აინტერესებდათ, რომ ეს ადამიანი გადმოსულიყო მანქანიდან და მანქანით ქალბატონი წაეყვანათ. სწორედ ამ დროს შეეწინააღმდეგა ტურისტი მამაკაცი, ის ამბობდა, რაც უნდათ ყველაფერი წაეღოთ მათ, ეს იყო ფული თუ რამე გააჩნდათ, თუმცა მათი დაინტერესება იყო რომ ეს ადამიანი გადმოსულიყო მანქანიდან. სწორედ აი ამ წინააღმდეგობის პერიოდში მოხდა გასროლა, რა დროსაც როგორც ამ ტურისტი ქალის მონაყოლს ამბობს პირი, რომლის ვინაობასაც ჩვენ ანონიმურობას ვინარჩუნებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ის პოლიციამ დაკითხა და დაკითხვის დროს მას გაუთქმელობაზე აქვს ხელმოწერილი. მისი ნათქვამით ირკვევა, რომ გატაცებული, მძევალი ტურისტი დაჭრილი გაიტაცეს უკვე თავდამსხმელებმა. ამ დრომდე გატაცებული ტურისტის კვალი არის უცნობი, ზოგადად ამ ფაქტის შესახებ დეტალებიც არის გაურკვეველი, არ არის დაზუსტებული. პოლიცია ამ დრომდე ეძებს დაკავებულებს, ამ დრომდე ეძებს იმ პირებს, რომლებიც ამ მძიმე ფაქტის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილები. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ნაკრაში და ასევე მთლიანად მესტიის რაიონში. მათი ვინაობა, სავარაუდო ყაჩაღების ვინაობა პოლიციისთვის ცნობილია, ისინი არიან სოფელ ნაკრის მკვიდრები. გამომძიებელი ხართ? პრესცენტს მიმართა და დიოგენი ბატონო, დაგიწყეთ ეს ქალბატონი, რომელიც გზად იქნა ნაპოვნი. მე ვერ გეტყვით, ვერ მოგაწოდებ, მიმართეთ პრესცენტს და დეტალურად გაგცემენ პასუხს. გაგებით ეხლა რა მოხდა, ყაჩაღობა მოხდა და მსვენეთ რა გავიგებ შენ არაფერი ეს ეხლა ხდება, მე ეს სტრუქტურა მუშაობს და იქიდან გებობთ რა ხდება. უფრო ქვეყნის მოქალაქეები რა ქართულები რა. როგორ მოხდა ეს? ნასვამები იყვნენ, რამე დეტალი თუ არ იცით? ეს მას შეცოდინება ჩვენ არაფერი. რა გაიგეთ საინტერესო რა ზოგადად. არაფერი ახლა ყველამ რაც იცის ის მეტი რა. აი მაინც რა თქვენ როგორ გაიგეთ? ყაჩაღობა დაწარებული და მეტი რა ვიცი. ამ ადამიანის კვალი არ ჩანს. მანქანა, რომლითაც ტურისტები იმყოფებოდნენ, შემთხვევის ადგილიდან, ყაჩაღობის ადგილიდან დაახლოებით 4 კილომეტრში ნაპოვნია. არაფერი არ არის მანქანიდან წაღებული, მანქანაში არის საფულეც, ტელეფონიც ერთადერთი გატაცებულ მამაკაცთან აქვს წაღებული ტელეფონი, რომელიც ქურთუკის ჯიბეში ჰქონდა. როგორც ირკვევა, ამ ფაქტთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია მოსახლეობამ არ იცის. რამდენიმე
რამდენიმე ვერსია არსებობს, მუშაობენ სამართალდამცავები, ჩვენს ბუნებრივია ვცდილობთ მეტი დეტალების გარკვევას და შემდგომ საინფორმაციო გამოშვებაში ამ ფაქტთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალს მოგიყვებით, რადგან მოსახლეობამ ფაქტი არ იცის, ამ ფაქტს თვითმხილველი არ ყავს, ერთადერთი თვითმხილველი არის მამაკაცი, რომლის ანონიმურობასაც ჩვენ ახლა ვინ არჩუნებთ, ხოლო ქალბატონი, რომელიც არის რუსეთის მოქალაქე, ანუ ტურისტი, გადაყვანილი არის მესტის პოლიციის სამმართველოში, მისი დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს, მას სავარაუდოდ თავდამსხმელებზე პოლიციამ რამდენიმე სურათი აჩვენა და სწორედ ამოცნობა მოხდა, როგორც გითხარით, უკვე ამოცნობილია და სავარაუდო ეჭვმიტანილები ამ მძიმე კრიმინალური ფაქტის ჩადენაში ეჭვმიტანილები სამართალდამცავებისთვის ცნობილია, მათ ოჯახებში უკვე ჩატარდა ჩხრეკა და დაკავებითი ღონისძიებები მიმდინარეობს.